ქვემო ქართლში ცისკრისა და ბაგრატის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეპეცი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება მაგისტრალური არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 3.464.000 ლარი. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს დასრულდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში ცისკრისა და ბაგრატის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად გასარწყავდება 820 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია, თეთრისადგურის მიმდებარე 4 სოფელი. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ბოლოს და მისი ღირებულება არის 3.9 ლარი. გაუმჯობესებას მისწოდება 2015-ში. რომელიც არ გაკეთდა ბოლო 25 წლის განმავლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. სოფელში ზამნიშნულ ჰაერის შემდეგ გამოდის ცხალი. რომ ხასმა, გლეხმა ასაშემოსავალი მიიღოს.